დღეს კიდევ გამოქვეყნდა BBC-ზე ახალი დოკუმენტური ფილმი. სადაც აღწერილია ეს ყველაფერი თუ რაც ხდება საქართველოში და რა დანაშაულსაც ჩადის de facto ხელისუფლება ხალხის წინააღმდეგ. მინდა გითხრათ, რომ აგრეთვე ბრიუსელში, ბელგიაში უკვე 6 დღეა თითქმის საერთოდ საქართველოს სცენება რო არ იყო, ტელევიზიებში უკვე მიდის გადაცემები საქართველოს შესახებ. სხვათაშორის ემიგრანტებო, ვინც ბელგიაში ხართ ჩაბარებული ბრიუსელში, ვინც ახალ ჩაბარებული პოლიტიკური ნიშნით, შეგიძლიათ ეს გადაცემები ამოიღოთ და გამოიყენოთ. მე ბევრს არ ვილაპარაკებ, ვიცი ერთი რამ, ეს ხელისუფლება არის ყველაფერზე წამსვლელი, გამოჩნდა თუნდაც ამ სამწამლავის გამოყენებაში და ეჭვი არ მეპარება ერთი წამით რომ გამოიყენენ და არიან ყველაფერზე წამსვლელი, ტყუის როლებიც არიან, ყველაფერზე წამსვლელები არიან და რაც უფრო დიდხანს იქნებიან, მით უფრო ვარეს და ვარეს ჩაიდენენ, ამიტომ არ ვიცი, ახლა მე ჩემი შეტყობი, თუნდაც ის BBC-ს აგერ ორი გადაცემა, თუნდაც ის რომ ბელგიაში თითქმის ყოველ დღე არის საქართველოზე საუბარი. მე არ ვიცი ახლა გერმანიაში რა ხდება საბერძნეთში, ან ესპანეთში და ან იმაში, ჰოლანდიაში, ან სხვა ქვეყნებში, საფრანგეთში. მაგრამ ეს ყველაფრის მიმანიშნებელია, რომ ევროპა უკვე გამოსულია აღშფოთების ზონიდან. ამგენის კვეცხის გორებას უკვე მიხვდნენ რომ აზრი არ აქვს, ისე ძალიან ცუდია, ძალიან მიქარენ რომ ამდენ მოუნდენ ამის გააზრებას, მაგრამ უკვე ჩანს რომ გამოსული არიან და ისინი აუცილებლად გადადგამენ რადიკალურ ნაბიჯებს და ამის ახლა ხელიდან გაშობა ეს იქნება, არ ვიცი, საქართველოსთვის კატასტროფა. ისინი დაწამლავენ ქართველებს, გააყრიან ქართველებს და ახლა ინდოეთშია ჩაბუდიალებული და ალბათ რამდენიმე ათასობით და 10,000-ობით ინდოეთს კიდევ გაუხსნის კარს. სასიკეთოდ რო ჩავიდეთ ინდოეთში, ეს ხო ფაქტია. და ამიტომ რა ვიცი, მოკლედ რო დავამთავრო და რუსული სიტყვა ვიხმარო, ტოპკა აწეულია. თუ შევძლებთ, ჩავტოპკოთ. თუ არა და დედა აღარ გვეღოლება. მადლობთ ყურადღებისათვის.